მან და მაინც შიხით შესვლის უფლება არ ჰქონდა. ეს იყო საშინელება. წაგვიყვანა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სანახავად საგურამოში და გზად შევჩერდით რასაკვირველია წიწამურში, ობელისკთან. და როდესაც გავიხედე, მაშინ სკოლის მოწაფეები ვიყავით და დავინახე, რომ მამაჩემს თვალები სულ ცრემლებით ჰქონდა სავზე. ეს ისეთი შთამბეჭდავი იყო. და კიდევ მაგონდება რუსთაველის პროსპექტზე. თავრობის სახლთან რომ ჩავივლიდის ხოლმე, ყოველთვის ქუდს მოიხდიდა ხოლმე და გვეტყოდა, შვილო აქ იუნკერებია დასაფლავებული. ძველი თაობის ფილოსოფოსებს, შალვა ნუცუბიძესა და სერგი დანელიას, ნუცუბიძის განთქმულ სემინარებში გამოწვეული მოაზროვნეების მთელი პლეადა ამოუდგა გვერდში. საკმარისია მოვიგონოთ გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, კოტე ბაქრაძის, გიტა მეგრელიძის, მოსე გოგიბერიძის, სავლე წერეთლის სახელები. დიდი კაცი იყო ძალიან. ნუ ახლა ვიცი, ბევრი ნათქვამი მისი მახსოვს, ერთხელ ნათქვამი მისი, რომ მე მირჩევნია იკითხონ, რატომ არ არის აკადემიკოსი, ვიდრე იკითხონ, რატომ არის აკადემიკოსი. ძალიან ისეთი ნათქვამია. ასეთი ბევრი რამ, რაც მისგან გამიგონია პირადად, სხვის ნათქვამი იმის შესახებ, ესეც რომ ნიკო ზარი რო დაირეკა და კეცხოველი შევიდა აუდიტორიაში და კი ბატონი შალვა სულ როდესაც ის სულ ის ლაპარაკობდა და მისი ირგვლივ ხალხი იყო და უთხრა როდის იწყება ლექცია და როდესაც პროფესორი აუდიტორიაში შედის მაშინო და კიდევ ერთი მინდა მომენტი გამოვყო შალვა ნუცუბიძის ურთიერთობა ქართულ ეკლესიასთან. საერთოდ ეს რელიგიურობის საკითხი და მისი კავშირი ეკლესიასთან მოგეხსენებათ ათეისტური სამყარო იყო და აქ ეკლესიაში შესვლა კი არა, საერთოდ სასულიერო პირებთან ურთიერთობაც ეს აკრძალული იყო, რასაკვირველია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შალვა ნუცუბიძე მეგობრობდა საქართველოს პატრიარქებს. და ეს ჩანს ძალიან ჩვენ სახში ძალიან ბევრი ამის დამადასტურებელი საფუძვები გვაქვს და ეფრემ მეორე სიდამონიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავის თავს უწოდებდა შალვა ნუცუბიძის უღირს შეგირდს. მე შენი უღირსი შეგირდი ვარო, ასე უწოდებდა. და ამ სიტყვების უკან იმალება ძალიან დიდი, ძალიან ახლო ურთიერთობა და ყოველთვის როცა ჩუქნიდა ბიბლიას ან ჩუქნიდა საეკლესიო კალენდარს, ის ყოველთვის აწერდა შენი უღირსი შეგირდი. ასევე კიდევ უფრო დიდი, ისინი ყველანი დიდები იყვნენ, კალისტრატე ცინცაძე, რასაკვირველია ყველა მიცის ეს სახელი მეტნაკლებად განათლებულმა ადამიანმა. მან აჩუქა შალვა ნუცუბიძეს ბიბლია, ისეთი საოცარი წარწერით, ეხლა მე მგონი მახსოვს, ორთა ხუცესთა ნაშიერსა და სიბრძნისა მოყვარესა, ჯურღმულსა ამას სიბრძნისასა, მიუძღვნის ხუცეს და უხუცესი. აი როგორი პოეტური, ფილოსოფიური, დაშიფრული და იმ დროის დაღით აღბეჭდილი, რომ არ შეიძლებოდა დაეწერა ვის, რა და ვინ აჩუქა. აი ასეთი შალვა ნუცუბიძე აი ამ ფილმში არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ფილმმა თავის ისტორიული როლი შეასრულა. მან მაინც შემოგვინახა შალვა ნუცუბიძე და ის რამდენიმე სინქრონი, როგორც თქვენ უწოდებთ, ის რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც დარჩა სწორედ აი სახელმწიფო ტელევიზიამ და ამ ფილმმა შემოგვინახა. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მათაც, ვინ შექმნა ეს ფილმი და საქართველოს ტელევიზიასაც, რომ ინახავს ამ ფილმს და კიდევ ერთხელ უჩვენებს ჩვენს მაყურებელს. მემუარებს ერთერობით აღწერ, მემუარების დასაწერად ცოტა გამოშტერება საჭიროა და ეს დრო ჯერ არ გამდგომია. და ამიტომ შალვა ნუცუბიძე ჩვენი საუკუნის დიდი ქართველი მოაზროვნე, ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აღმოსავლური რენესანსის თეორიის შემქმნელი, არეოპაგიტიკის საიდუმლო სამომხსნელი და პეტრე იბერის ისტორიული ღვაწლის დამდგენი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის შემქმნელი, ქართული პოეზიის შედევრების რუსულად მთარგმნელი, დიდი მჭერმეტყველი. თბილისის ახლოს, სოფელ გლდანში შალვა ნუცუბიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. იგი აქ-ჩვეული ენერგიით ერკინებოდა როგორც დიდ მეცნიერულ პრობლემებს, ასევე ყამირმიწას.
ბაღი გაშენდა იქ, სადაც ადრე არაფერი ხარობდა. მეცნიერებაშიც თითქმის ასევე ცარიელ ადგილას. იქ, სადაც შალვანუცუბიძეს წინამორბედები არ ახოლია, მისი დიდი ნიჭის, ფართო ერუდიციის და უღალავი შრომის მეოხებით შეიქმნა ახალი დარგი, ქართული ფილოსოფიის ისტორია. შალვანუცუბიძის ცხოვრების გზა იმერეთის სოფელ ფარცხანაყანებში დაიწყო. ამ სახლში ცხოვრობდა გიმნაზიის წლებში შალვანუცუბიძე. სახლის პატრონს, შალვას ბიძას სერაფიმ კუჭაიძეს უთქვამს: ეს ყმაწვილი ბევრ ნავთს მიწვავს, მაგრამ მისგან დიდი კაცი გამოვა. შალვანუცუბიძის მოგონებით იმ დროინდელი ხონი და ქუთაისი იშვიათი ადგილი იყო, საკვირველი კუთხე. შალვანუცუბიძე ქუთაისში 15 წლის შალვა, მაშინ მას ვარლამს ეძახდნენ. არალეგალური ხელნაწერი გაზეთის რედაქტორი ყოფილა. დაახლოებით ამ ასაკში წარმოსდგომა შესანიშნავი სიტყვა ცნობილი რევოლუციონერის საშა წოდოკიძის დასაფლავებაზე. მშობლების, ხონისა და ქუთაისის მაშინდელი მოწინავე ინტელიგენციის გავლენით შალვანუცუბიძემ იმთავითვე იგრძნო ქართული სიტყვის ძალა, ქართული ენის პოეტურობა და ფილოსოფიური აღნაგობა, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შალვანუცუბიძე პეტერბურგს მიემგზავრება საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. შალვას პეტერბურგში ჩასვლა მოუხდა რევოლუციის პერიოდში 1906 წელს. შერყეული მეფის ტახტი კიდევ არ დაქცეულა. რევოლუციის აზვირთება რეაქციამ შესრულა. საქართველოდან ჩამოაღწია საშინელი გასტროლის ხმამ. მოჰკლეს ილია ჭავჭავაძე. ქართველი სტუდენტობა შეადრძუნა ამ მკვლელობამ, იგონებდა შალვანუცუბიძე. საჯარო იქ სასაფში ვიჯექით თედაღამდე რამოდენიმე ქართველი კაცი. დიდი მომავლის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდა ფილოსოფოსი რამდენჯერმე მიავლინეს გერმანიაში. ცოტა მოგვიანებით 1926-31 წლებში გერმანულად დაწერა და გამოაქვეყნა 2 მონოგრაფია. ამ წიგნებს მრავალი ქვეყნის მეცნიერი გამოეხმაურა. უცხოურ ენციკლოპედიებში